ჩვენ უკვე ვიყავით რუსეთის ქოლგის ქვეშ, მერე დასავლეთზე ავიღეთ ორიენტირი, რატომ მოხდა ეს, როგორ ფიქრობ? მე ვფიქრობ, რომ ეს იყო ჩვენი ძალიან დიდი ეპოქალური შეცდომა. ახლა ამაზეც ვიცი, რომ ატყდება ერთი ამბავი, აი რა თქვა ეს ეპოქალური შეცდომა. დიახაც, ეს იყო ეპოქალური შეცდომა. ამას გვაჩვენებს, პრაქტიკა გვაჩვენებს. მე ვალერი ხაბურძანი არ წყვეტს ამას, რომ ეს იყო შეცდომა. 20 წლის განმავლობაში ჩვენ ვერ მივახციეთ ვერავითარ პროგრესს ევროკავშირისა და ნატოს მიმართულებით. ვერათუ პროგრესს ყველაფერმა ამან მიიღო ესეთი დაცვინის სახეც, სულ რამდენიმე დღის წინ ევროპის ნატოს საპარლამენტო ასამბლეა იყო, მე მგონი როუს-როსი და იქ ჩვენო პარლამენტის თავმჯდომარემ, სადაც პრემიერიც იმყოფებოდა, იკითხა, შეიძლება თუ არა შემოვიდეთ ნატოში. ნუ რას გავს ახლა ყოველივე 10 წლის წინ შევარდნაძემ დააკაკუნა, 5 წლის წინ კარებთან მივიდა, თუ უთხრეს რომ თქვენთვის კარი ღიაო და უკვე 15 წელი გავიდა და 20 წელი გავიდა, ამ ღია კარებში ვეღარ შევედით და ნუ ჩვენ თუ ღია კარში ვერ შევდივართ, ახლა მით უმეტეს მე კარების გაღების სპეციალისტი ვარ და საკითხი კარგად ვიცი. ნუ რაზეა საუბარი? მაშინ უნდა დავანებოთ ამ მიმართულებით ცვლას. ხო, აი მივდივართ ერთ მიმართულებით, შედეგი არ დგას. არ დგება შედეგი ელემენტარულად. მე შედეგიდან გამოვდივარ, თორე ჩემი ხალხის მტერი და ეს კი არა ვარ, რომ აი რაღაც გადავწყვიტე, რომ იცით რა, კარგი ევროპა და კარგი ცხოვრება არ გვინდა, გვინდა ცუდი ცხოვრება, ცუდი რუსეთისაგან. ნუ ეს არის აბსურდი. გამოვდივარ მხოლოდ და მხოლოდ შედეგიდან. დროა საჭირო იმისთვის, რომ მე ვფიქრობ, რომ ხალხი ამას კიდე მიხვდეს, მაგრამ უკვე დიდი დროც აღარა გვაქვს. 20 წელი გავიდა, კიდე რამდენი წელი უნდა გავიდეს. მე მაგალითად საქმის პირდაპირ ასე დავსვამდი, ფაქტიურად დათო უსუპაშვილმა საკითხი დაუსვა ნატოს საპარლამენტო ასამბლეას. რამდენი დროა კიდე საჭირო ჩვენი მიღებისათვის. მათ პასუხი ვერ გასცეს. მათ პასუხი არა აქვს და ვერც ექნებათ. ასე პასუხი არ არსებობს ელემენტარულად.